ჯანდაცვის მინისტრმა აფთიაქებში წამლების ეგრეთ წოდებული ძალობით გაცემის წესი დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით წამლის ხელახალი შეფუთვა და ხელახალი ეტიკეტირება მხოლოდ რეალიზაციის მომენტში იქნება დასაშვები. ასევე დაშვებული მხოლოდ ტაბლეტებისა და კაფსულების ძალობით გაყიდვა იქნება, ხოლო რაც შეეხება ნიტროგლიცერინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტებისა და შუშხუნა ტაბლეტების რეალიზაციას, პირველადი შეფუთვის დაშლით აიკრძალება. ძალაში შედის აფთიაქებში დასაქმებულთა მუშაობის განსაზღვრელი წესებიც. აფთიაქებში წამლის შეფუთვის დაშლა და ხელახალი ეტიკეტირება შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით უნდა მოხდეს. პერსონალს აუცილებლად უნდა ეცვლას ხელთათმანები, ეკეთოს სათვალეები და პირბადე. ამას გარდა მოსამსახურე პერსონალი ვალდებული იქნება მყიდველს განუმარტოს წამლის ვადის და შენახვის პირობების შესახებაც. 15 მაისიდან კი ამოქმედება წესი, რომელიც წამლის ძალობით გაყიდვის შემთხვევაში ქართულენოვანი ინსტრუქციის გაცემის ვალდებულებას გულისხმობს.